თებერვლის შედეგი. ისიც ან თუ შეიძლება მასალა. ერთსავე მოდით თავი შეიკავეთ უსაუბროთ. ისიც ანაგრების მოზიდვის კუთხით მთლიანად ბანკში ანალოგიურ პოზიციაზე ამ დროისთვის დასაქმებული იყო 14 თანამშრომელი და აპელატის პირადი მაჩვენებელი საშუალოზე დაბალი იყო. ანუ გოგოდან მეორეს მოწმებას დაადასტურეს. იგი არ ასრულებდა მისთვის მოცემულ დავალებებს, მითითებებს, არ ჰქონდა თავდაჯერებულება და კომპეტენტურობა. ამავე დროს ასთან ურთიერთობაში იყო ზედმეტად ფამილიარული კლიენტებთან. იხედეთ სამუშაო გეგმის შესრულების რას ნიშნავს ფამილიარული იყო? ბანკის კორპორატიული კულტურის შესაბამისად სადაც ცდებოდა და ხშირ შემთხვევებში მიმართავდა არა იმ ფორმით, რომელიც დადგენილი. რა ფორმით მიმართავდა? ბატონო? რა ფორმით მიმართავდა? დებოდა იმაზეც დაფიქსირებული იყო, მერქმა დაგლოცოთ და ეს რა ქვია, ეს თუ არ გამოვიდა ეს რა ქვია, არაუშავს თქვენსკენ არის, ეს არ არის კორპორატიული იმაზე რა ქვია, ეთიკის ნორმები, რომელზედაც ხარეს მიეცა შესაბამისი შენიშნა. აქვე მინდა აღნიშნო. ეს ჩვენ ხა ვიხილავთ სამსახურიდან გათავისუფლებას ბატონო. ჩვენადაც საუბრობთ. ჩვენადაც საუბრობთ, ეხლა ღმერთმა დაგლოცოს და ასეთი რამე ხა სამსახურიდან გათავისუფლებას საუბრობთ და ერთ ამით უკაცრავად რა, მოდით რა, თქვენს გარშე გავახსნათ თავს თუ შეიძლება. თუ შეიძლება თავი შეიკავეთ უსაუბროთ. ანუ არაჯერ უნდა დასრულებდა გეგმას არ შეეცვალა, ეს ზოგადად ცნებები ჩემთვის გაუგებარია. პირდაპირ გეუბნებით. უნდა მითხრათ კონკრეტულად. რაში გამოიხატებოდა მისი არაკვალიფიციურობა? მაგალითად, ხელშეკრულებას ვერ ადგენდა და შეიძლება გავიგო. ან კრედიტს ვერ ცემდა, დათულა არ იცოდა, ანგარიში არ იცოდა, თუ ასე შემდეგ. ფამილიარული ღმერთმა დაგლოცოს გამო ადამიანებს სამსახურიდან აუშვება. ხოდა ზოგადად ცნებებით ვერ ვიგებ, საბანკო ცნებებით. საბანკო ცნებებით ვერ ვიგებ ადამიანურ გასაგებინაზე ამიხსენით. რაში გამოიხატებოდა მისი არაკვალიფიციურობა და შეუსაბამობა. გასაგებად გეუნებით და თუ თქვენ ვერ მეუნებით, მოგცეთ დროს, გადაგიდეთ სტომას და კონკრეტულად ჩემთვის გასაგები ტერმინებით მესაუბრეთ. ანუ ფამილიარული მე ვერ ვიგებ თქვენთვის ფამილიარული არის. ღმერთმა დაგლოცოს ჩემთვის არ არის ფამილიარული. მე მოსამართლე ვარ და ჩვენთანაც არის ეთიკის ესემა. ღმერთმა დაგლოცოს ქრისტიანულ სამყაროში მიღებულია და კონსტიტუციაში წერია რომ ქრისტიანები ვარ და ასულია კონსტიტუციის ზონაზე რელიგია და ვერ ვიგებ რაზე მესაუბრებით თქვენ. ფამილიარული არის სხვა. გაზლევდა ამ